ვაგრძელებთ ისევ trading bot-ების განხილვას, კონკრეტულად spot grid bot-ების განხილვას, რომელიც გვაქვს Bybit-ის პლატფორმაზე და დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებ თუ როგორ გავიტან კონკრეტულად აი ამ trading bot-ებიდან მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს. ავარჩევ რამოდენიმეს და გაჩვენებთ. ნახოთ ახლა ზუსტად კონკრეტულად აი ამ bot-მა პირველმა გამოიმუშავა $21 და 59 ცენტი. აი გამომუშავებული თანხები, bot-ის trading-იდან მიღებული თანხები, რომელიც გვაქვს ახლა რეალურად, არის წარმოდგენილი ამ გვერდზე. ხოლო bot-ი არის გასული მინუსში თუ პლუსში, არის აი აქეთ. ნუ ამ bot-ებიდან გარკვეული რაოდენობის თანხა უკვე გატანილი მაქვს და დავიწყოთ ახლა თანხების გატანა. ბევრი რომ არ გავაგრძელებ. საერთო ჯამში თითოეულ bot-ს ცალ-ცალკე რომ არ უყუროთ, რა ხდება აქ ამ მომენტში, შეგვიძლია ჩვენი მოგების და წაგების ანალიზი ვნახოთ აი აქ. ჩემ შემთხვევაში არის ჯამური ინვესტიცია გასული არის $191 მინუსში. წინა ვიდეოში გაჩვენეთ დახურული bot-ები, რომელიც აქ არის თავმოყრილი და გაჩვენეთ დახურული bot-ებიდან მიღებული შემოსავალი. ანუ რა შედეგები დადო. იგი მე ახლა ასეთ რაღაცას გავაკეთებ, გადავდივარ კონკრეტულად აი ამ bot-ზე, შემდეგ დავაწვევი განახდებას. შემდეგ აქ არის მოცემული, თუ რამდენი შემიძლია გავანახდო, შეგვიძლია მივუთითოთ 10%, 25, 50, 75 ან 100%. ჩვენზე არის დამოკიდებული. და აქ არის მოცემული, რამდენი გამოიმუშავა. გამოიმუშავა $21 და 59 ცენტი აი ამ კონკრეტულმა bot-მა და მე შემიძლია გავიტანო სუფთად $20 და 57 ცენტი. მივუთითებ 100%-ს და დავაკონფირმებ აი აქედან. დავაკონფირმოთ და ეს ამ თანხას გადაიტანს ჩემს საფულეთზე. დავბრუნდები ახლა უკან და ვნახოთ. აქ bot-ის თანხა შეიცვალა, ანუ საბოლოო ჯამი შეიცვალა, იყო $50 დაახლოებით 51-მდე და ჩვენ რომ მოვხსენით ეს თანხა, აი ამ bot-იდან გავიტანეთ, რა თქმა უნდა ეს trading bot-ი გავიდა მინუსში და ის გატანილი თანხა დაემატა როგორც მინუსი. და აღინიშნება აი აქ. გადავიდეთ ახლა შემდეგზე. კონკრეტულად ეს bot-ი დავაწვევი ისევ განახდებას აი აქედან და ვნახოთ მონაცემები. აი აქ გამოიმუშავა $13 და 32 ცენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემიძლია გავიტანო მაქსიმალური, აი აქ მაქსიმალური გასანახდებელი თანხა შეადგენს $8 და 79 ცენტს. აი აქაც არის მითითებული. დავაკონფირმებ ამას და ვნახოთ როგორ შეიცვალა სიტუაცია. ეგ ეს გავიდა აი აქ $6 და 86 ცენტში. შემდეგ გადავიდეთ აი აქ ამ bot-ზე. აქედან თანხას არ გავანახდებ, უბრალოდ დავხურავ. საერთოდ გავავქვებ ამ bot-ს და ავიღებ მოგებას $2 და 58 ცენტს სუფთად. ვაწვევი აი აქ გაუქმებას და მიჩვენებს რამოდენიმე offers. აი აქ მე მქონდა ჩადებული გარკვეული რაოდენობის ინვესტიცია და შემიძლია განვიხილო რამოდენიმე ვარიანტი. მაგალითად, პირველი ვარიანტი მეუბნება რომ თუ გავავქვებ ამ bot-ს, ავიღებ $172 და 46 ცენტს. მეორე ვარიანტი მეუბნება რომ შემიძლია ავიღო 91.97 კონკრეტულად ეს ტოკენი და ამას დამატებული $110 და 55 ცენტი. ან გაუქმების შემთხვევაში შემიძლია ავიღო კონკრეტულად მხოლოდ ეს ტოკენები 228.33. ამ შემთხვევაში ავირჩევ რა თქმა უნდა პირველს გავიტან თანხას, გადავამოწმოთ, კი ბატონო და დავაკონფირმოთ. და
და აქ მიჩვენებს, რომ გაუქმების შედეგად ჩემი მოგება შეადგენს $2 და 11 ცენტს სუფთად. ეს ბოტიც დავხურეთ პლუსში და გაუქმდა საერთოდ. გადავიდეთ შემდეგზე. აქ გამოიმუშავა $3 და 98 ცენტი, შემიძლია გავიტანო $2 და 57 ცენტი. დავაკონფირმოთ. გადავიდეთ შემდეგზე. ვაწვევით განახდებას. ახლა განვიხილოთ ეს მაგალითი. კონკრეტულად ამ ბოტმა გამოიმუშავა $11, აქედან გატანილი მაქვს უკვე $6 და 87 ცენტი და მაქსიმალური გასატანი რაოდენობა არის $2 და 54 ცენტი. ვაწვევით ამას, დავაკონფირმებ და გადავიდა. შემდეგი აქედანაც გატანილი მაქვს ანალოგიური სიტუაცია არის. მოხსნილი მაქვს $4 და 13 ცენტი, გამომუშავებული აქვს $10 და 66 ცენტი. ახლა შემიძლია გავიტანო $2 და 99 ცენტი. მოხსნათ ამ ბოტიდან და დარჩა ბოლო. აქაც ანალოგიური სიტუაცია არის, გატანილი მაქვს უკვე და რაც დარჩა იმას გავიტან. საბოლოოდ ასე გამოიყურება ჩვენი ტრეიდინგ ბოტების მინუსები და პლუსები. ვინაიდან თანხები გავიტანე. კონკრეტულად ბოტის ანგარიშზე დამრჩა $1340, აქ გაჩვენებთ. $1340 დარჩა ჯამურად ტრეიდინგ ბოტების ანგარიშზე, კონკრეტულად ამ ანგარიშზე. და მინუსში არის გასული $226. ახლა ამ ბოტებს გავაჩერებ, სანამ არ დაპლუსდება, ან არ გამოიმუშავებს გარკვეული რაოდენობის ტოკენებს. ეს თანხები შესაძლებელი არის ფასის ზრდიდან გამომდინარე დაპლუსდეს, როგორც დღეს დავხურე ერთ-ერთი, ისე დავხურავ ამათაც. აქ არის დღევანდელი დახურული ბოტი. ინვესტიცია შეადგენდა $170, აქაც არის მითითებული. აქ არის რეინჯში მყავდა მოქცეული და ჯამურად დაიხურა $2+. ესეთი პლუსი დააფიქსირა. ესენი არის წინა დახურული ბოტები, რომელიც წინა ვიდეოში მაქვს განხილული, შეგიძლიათ ნახოთ და ნახავთ რა პლუსებით მაქვს დახურული ძველი ბოტები. ახლა გადავიდეთ ანგარიშზე და შევხედოთ. ჯამური თანხა ისევ შეადგენს 1551-ს და ის თანხები, რომლებიც მოხსენი ბოტიდან დაირიცხა ამ ანგარიშზე. ჯამში $211. ახლა ვნახოთ ამ მონაწერი. ესეთი არის ჩვენი ამ მონაწერი. დაემატა $20 და 57 ცენტი, ეს რა თქმა უნდა დატრანსფერებული იყო ტრეიდინგ ბოტიდან, აქ არის მითითებული, საიდან არის დატრანსფერებული. აქ არის თანხების რაოდენობები, რომ რეალურად ჩაირიცხა. 20 და 57, 8 და 69, 172, 2 და 57, 2 და 44, 2 და 89, 2 და 3 ცენტი. ბატონო და ჯამურად გამოვიდა $211 და 16 ცენტი. ახლა კონკრეტულად ამ თანხით შემიძლია გავხსნა დამატებით 2 ტრეიდინგ ბოტი. თუ გაინტერესებთ კონკრეტულად რომელიმე ტოკენი, შეგიძლიათ ამ ვიდეოს კომენტარებში დაწეროთ, რომელ 2 ტოკენზე გავხსნა ტრეიდინგ ბოტი. ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინეთ, უნდა იყოს Bybit-ზე დალისტული და Bybit-ზე უნდა გქონდეს
spot trading bot-ის ფუნქცია კონკრეტულად აი ამ ტოკენს. თუ კი მოგწონთ ასეთი ტიპის ვიდეოები, არხი გამოიწერეთ, ვიდეოც დალაიქეთ, რომ მქონდეს მეტი სტიმული და შემოგთავაზოთ უფრო მეტი ვიდეოები. ყველას წარმატებას გისურვებთ დროებით.